საჩმა საქართველოში პირველებთან ისაუბრა იმაზე, რომ მცდარია ყველაფერი, რასაც ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ან შალვა პაპუაშვილისგან ვისმენთ, როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა და ხაზი გაუსვა. პაპუაშვილმა ძალიან დიდი დრო გაატარა პერსონალურად მან გერმანიაში, ამიტომ განსაკუთრებით მისგან არ არის შესაფერისი ქცევა, როდესაც იმ ქვეყანაზე საუბრობს ამ კონტექსტში და იმ ქვეყანას აკრიტიკებს მუდმივად, რომელმაც მას განათლება და ძალიან ბევრი შესაძლებლობა მისცა. ასევე ფიშერმა კაცრი ტონით შეახსენა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ევროპას ევროკავშირთან და ევროპასთან დაკავშირებით ლექციების კითხვა არავისგან არ სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა, რომ შეეფასებინა მას ირაკლი კობახიძის სულ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებაც, თუმცა ის პოლიტიკურ დეტალებში არ შევიდა, მხოლოდ და მხოლოდ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ქართველი არის საქართველოს მოქალაქე დღეს მოსული ექსპო ჯორჯიაში იმისთვის, რათა აღნიშნოს და იზეიმოს ევროპის დღე. პეტერ ფიშერისათვის სწორედ ეს არის იმის ცალსახად დადასტურება და დემონსტრირება, რომ ქართული ოცნება და ქართველი ხალხი გემოვნებისა და ღირებულების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რადგან დღეს აქ არ ჩანს ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი, თუმცა დასავლურად განწყობილი ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე დილის 9 საათიდან ამ დრომდე მოდის და პატივისცემას სიყვარულს უდესტურებს ევროპასა და ევროკავშირს. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე. ევროკავშირი არის წარმატება ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც მისი წევრია, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის, გერმანიისთვის. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის არის გარანტი მშვიდობის, ის არის გარანტია ჩვენი თავისუფლებისთვის. ძალიან ბევრი ქართველი აქ და ისინი აღნიშნავენ ჩვენთან ერთად, ჩვენს მეგობრობას და ჩვენს პარტნიორობას, რომელიც ძალიან დიდი ხანია გრძელდება, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დანარჩენი სხვა, რაც არ ამბობს, რომ ევროკავშირი კარგია და ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს, არ არის რელევანტური. ყველა შეუძლია თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება, კარგია თუ არა ეს დღე საქართველოში, თუმცა როგორც ჩანს, აქ ბევრი ქართველია და მათ მოსწონთ ეს. ბატონი პაპუაშვილი 21 წლის განმავლობაში გერმანიის დაფინანსებაზე იყო. ის ძალიან კარგად იცნობს გერმანიას და ევროკავშირს, ამიტომ ვერ ვიგებ რას ამბობს. რასაც ევროპაზე ამბობს, სიმართლე არ არის. ის ევროპელებს ევროპაზე უკითხავს ლექციას, რაც აზრს მოკლებულია. ბიძინა ივანიშვილის გუნდის არც ერთი წარმომადგენელი ექსპო ჯორჯიაში არ მოვიდა, მაგრამ მოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ეს თავდასხმები, ინტენსიური შეურაცხყოფა დასავლეთისა და ევროკავშირის არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილი, რომ ქართული ოცნება არის დასასრულის დასაწყისის ფაზაში. ოპოზიციონერი დასავლურად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს დღე არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, თუმცა გარკვეული ტიპის წუხილსაც გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას არ ეზეიმება ეს დღე მთელი თავისი სრულფასოვნებით. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანას ართმევს ყველა იმ მიღწევას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკავშირდება ძალიან ბევრ აქტივობასა და შრომას, მათ შორის სხვადასხვა ხელისუფლებების მხრიდან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით აქვთ ძალიან დიდი რწმენა, მოლოდინი და იმედი იმისა, რომ ევროპა კიდევ უფრო ნათლად დაინახავს, რომ ქართველი ხალხის ერთადერთი უცვლელი ალტერნატივა არჩევანი არის ევროპა, ამიტომ ივანიშვილის გუნდის ამ ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის გამო ქართველი ხალხი არ დაისჯება. მართლა ტრაგიკულია, რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ და მსგავსი რიტორიკით გამოდიან. მოდი სიმართლე ვთქვა, თუ ვინმემ გააფუჭა ევროკავშირთან ურთიერთობა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა, ეს არის სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლა თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩს, თავს ესხმიან ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს და უნდათ რომ იზოლაციაში მოგვაქციონ საბოლოოდ. მე მათ ვეუბნები, რაც არ უნდა შეეცადოთ. რაც არ უნდა ამ თქვენმა ბოროტება ანთხრიოთ მართლაც ამ ქვეყანაში, არ გამოგივათ. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო იქნება ძლიერი, ძლიერთა შორის და ერთმუშტად შეკრულ ქართველ ერს თქვენ ვერასდროს ვერ დაუპირისპირდებით. სამწუხაროდ ოცნებამ იქამდე მიგვიყვანა დღეს, რომ ქვეყანა, რომელიც არ მხოლოდ რეგიონში, არამედ განიხილებოდა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში, დღეს კი ხედავთ თავს ესხმიან და შეურაცხყოფებს აყენებენ ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არის დროებით. გერმანიაში აქვს განათლება მიღებული ბოლო-ბოლო, როგორ არ ცხენიათ ამ ადამიანებს, მე არ ვიცი. მაგრამ ეს მათი პრობლემაა, დღეს მე მინდა რომ მხოლოდ პოზიტიური ვიყო.
და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად აი მართლა რთულ მდგომარეობაში ვართ დღეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, საქართველო აუცილებლად დაიკავებს მართლა დამსახურებულ ადგილს ევროპულ კეთილდღეობის, სოციალური თანასწორობის და სამართლიანობის ოჯახში. ნამდვილად ტრაგედია, რომ დღემდე პრემიერად არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც კონსტიტუციური გადატრიალება მოუწევს. საკუთარ ქვეყანას, საკუთარი დაწერილი 78 მუხლი თავზე დაგვამხო და ახლა თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, ელჩს და ეს არის სწორედ ის დღის წესრიგი, რომელიც აქვს ქართულ ხალხს. აი ეს არის დღის წესრიგი და არა ის, რასაც გვთავაზობს ირაკლი კობახიძე. ნამდვილად ტრაგედიაა, რომ ირაკლი კობახიძე დღემდე იკავებს ივანიშვილის კარზე პრემიერის თანამდებობას. გაიშვიათ და რა ჩვენს დროში მართველი ხელისუფლების მხრიდან ჯანსაღი ნაპერწკლები, საღი გონებისა და ეს გაიშვიათება ფაქტიურად იმდენად თვალშისაცემი არის, რომ ჩვენ ბუნებრივია საკმაოდ უხერხულობას ვგრძნობთ, რომ დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარმოადგენს ესეთი აზროვნების მქონე პოლიტიკური ფორმაცია. ექსპო ჯორჯიაში ხალხის ნაკადი არ წყდება. დილიდან ძალიან ბევრი ადამიანი არის აქ მოსული. აქ არის სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც მოვიდნენ, მათ შორის განათლების სფეროდან, მესამე სექტორიდან. საბოლოო ჯამში კი ყველას სათქმელი არის უცვლელი, რომ თუ კი საქართველოს რაიმე აქვს გაკეთებული, თუ კი ჩვენს ქვეყანას რაიმე რამისთვის მიუღწევია ბოლო წლების განმავლობაში, ამ ყველაფერს არ ჩაულია დასავლეთის დახმარების გარეშე. გარდა ამისა, აქცენტი კეთდება იმ დახმარებაზე, რომელიც უკავშირდება განათლებას, კულტურას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას, მათ რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციას და ძალიან ბევრი თვალსაზრისით კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ევროპა და ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს. გარდა ამისა, განათლების თვალსაზრისით გაკეთდა აქცენტებიც იმაზე, რომ არ დარჩა არც ერთ რეგიონსა თუ სოფელში თუნდაც ერთი ისეთი სტუდენტი, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში წასულიყო სხვადასხვა პროგრამით და ეს შესაძლებლობა ქონოდა თავისუფალი არჩევანის პირობებში. მოკლედ, დახმარების თვალსაზრისით ევროკავშირის 8 წლის წვლილი ყველასთვის ძალიან ხილული და თვალნათელია, ამიტომ ყველა ამბობს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამან არ ჩაიაროს უკვალოდ და ქართველმა ხალხმა მომავალშიც მადლიერება დაუდასტუროს დასავლეთს და იბრძოლოს, რაც მთავარია იმ მონაპოვარისათვის, რომლის გარეშეც ჩვენი ქვეყანა ისეთი ღირსეული ვერ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. ეს იყო მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით ლიბერალური მსოფლიოს გამარჯვება იმაზე, რომ ახირებული ადამიანები თავიანთი ხუშტურები ვეღარასოდეს ვეღარ შეცვლიან სამყაროს. აი ეს არის თავისუფლება, ის ღირებულებითი ერთობა, რის გამოც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს. რაც შეეხება ევროკავშირის საქართველოსთვის, მე უმაღლესი განათლების სფეროს წარმოვადგენ და არ არსებობს მეორე ინსტიტუცია მთელი საუნივერსიტეტო ისტორიის განმავლობაში, რომელსაც იმდენი გაეკეთებინეს საუნივერსიტეტო განათლებისთვის, მეცნიერებისთვის, კვლევისთვის, სტუდენტებისთვის. სოფელს ვერ ნახავთ საქართველოში ყველაზე სორეულ სოფელს, საიდანაც სტუდენტი არ ყოფილა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ერაზმუსის გაცვლითი პროგრამებით და სრულიად წარმოუდგენელია, რომ ყოველი დილა იწყებოდეს აი ამ ევროკავშირის კრიტიკით და ლანძღვით. ეს არა მარტო ხალხის არჩევანი არის, არამედ ეს ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსი არის. ევროკავშირი საქართველოსთვის ნიშნავს პირველ რიგში ადამიანების კეთილდღეობას, ადამიანის უფლებების დაცვას და არ უნდა დაგვავიწყდეს ის უმძიმესი ადამიანის უფლებების კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დაიწყო სწორედ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, თარიღიდან, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროკავშირში მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ეს ორი საკითხი არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული, თუმცა ქართველი ხალხის არჩევანი იმდენად რამდენადაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს საბოლოო ჯამში მაინც იმედის ნაპერწკალს გვაძლევს ჩვენ, რომ საქართველო იქნება ნამდვილად ის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ იდგება ქართველი ხალხის მხარდაჭერით.
ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღის აღნიშვნა დილის 9 საათიდან დაიწყო. მას შემდეგ აქ არ წყდება ნაკადი. ასევე ჩვენ მოვისმინეთ სიტყვით გამოსვლა პაվել ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩის საქართველოში, რომელმაც ქართულად ისაუბრა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ენისა და ღირებულებებისადმი პატივისცემა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული ოცნების პირობებში ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლეთს, თუმცა ასევე იმაზეც ისაუბრა, რომ ევროპა ძალიან კარგად ხედავს ქართველი ხალხის პრიორიტეტებს და ევროკავშირიც გვერდით უდგას ქართველ ხალხს. შემდგომ მედიასთანაც გააკეთა კომენტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ამ პროცესში. პოლიტიკური კომენტარის გაკეთება არის სურვა, ამიტომ არ უპასუხა ირაკლი კობახიძის თავდასხმებს, თუმცა აღნიშნა ის, რომ დღეს აქ ყველა იყო მოწვეული, ყველა იყო დაპატიჟებული და თუ ვინმე ეს არის სურვა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თვითლუსტრაცია. გრძელდება ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში, როგორც გვეუბნებიან საღამოს 7 საათამდე არის დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ეს არის შემეცნებითი ხასიათისაც, მათ შორის იმისთვის, რათა თუნდაც ბავშვებმა უკეთ გაიცნონ ევროპული კულტურა და ღირებულებები.